Hey Aibal, Reddit-ზე ვათვალიერებდი პოსტებს, როდესაც წავაწყდი საკმაოდ უცნაურ აკაუნტს, რომელიც ვფიქრობ შეიძლება დაგაინტერესოს. ამ ემაილით მაშინვე დავინტერესდი და ლინკს დავაჭირე. ლინკმა გადამიყვანა Reddit-ის მომხმარებელზე სახელად Noobslayer13. თავიდან ყველაფერი საკმაოდ ნორმალურად ჩანდა. Hey, ვაპირე პოსტები დადებას ჩემს Minecraft-ის სამყაროზე, რომელშიც უკვე ცოტა ხანია ვთამაშობ. ძალიან მაგარი იქნება. მომდევნო რამდენიმე პოსტში ის პოულობს კარგ ადგილს თავისი სასახლისთვის და იწყებს მშენებლობას. ამის შემდეგ მან სანამ ღამით თამაშიდან გავიდო და კიდევ ერთი პოსტს აკეთებს. დილამ მშვიდობის და უკვე მომდევნო დღე იყო და მან კიდევ ერთი პოსტი დადო. ჩემი სახლი რიყის ქვით გადავაკეთე. ახლა უფრო უსაფრთხოდ უნდა იყოს. ზედაპირულად ეს პოსტი უცნაურად არ ჩანს. მან უბრალოდ ქვით გადააკეთა სახლი, თუმცა ეს მანამ სანამ ის აღწერის მეორე ნაწილს წავიკითხავთ. ახლა უფრო უსაფრთხო უნდა იყოს. ეს ცოტა უცნაური იყო, ხომ გესმით ეს ერთმოთამაშიანი single player სამყარო იყო, ასე რომ რას გულისხმობს, როცა ამბობს, რომ ახლა უფრო უსაფრთხოდ უნდა იყოს. მაგრამ მე ერთი რამ გავაცნობიერე. მის მეორე პოსტში ნათლად ხედავთ, რომ მას შიმშილის ხაზი აკლდება, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ის არ თამაშობს მშვიდობიან peaceful რეჟიმში. ეს ნიშნავს, რომ ღამის დადგომასთან ერთად მონსტრები ჩვეულებრივ ჩნდებიან. ანუ ის სავარაუდოდ უბრალოდ ცდილობს თავისი ბაზა ცოტათი უსაფრთხო გახადოს, რათა თავი დაიცვას იმ მობებისგან, რომლებიც მის მოკლას ღამეს ცდილობენ. და ეს თეორია კიდევ უფრო გონივრული ხდება, როდესაც მისი მომდევნო პოსტს უყურებთ, სადაც ამბობს, რომ მაღაროში წასვლა უნდა, მაგრამ ჯერ დილის გათენებას უნდა დაელოდოს. მას უბრალოდ გარეთ მყოფი მონსტრებისგან უსაფრთხოდ ყოფნა უნდა, ანუ საიდუმლო ამოხსნილია. უცნაური არაფერი ხდება, ხომ ასეა? ახლა უკვე დილაა, მაგრამ მაღაროს პირდაპირ ჩემი სახლის შიგნით გავთხრი. ვნახავ რამდენს ვიპოვი, მალე დავბრუნდები და შეგატყობინებთ. ეს პოსტი კი უკვე უცნაური იყო. ლოგიკურია ღამის გადაგვარებას დაელოდა მაღაროში წასასვლელად, რადგან ღამით ბევრი მობია, რომლებსაც შეუძლიათ მოგეპარონ და მოკლან, მაგრამ ახლა უკვე დილა იყო და Noobslayer13-ს მაინც არ უნდა გარეთ გასვლა. რატომ? და ეს ყველაფერი კიდევ უფრო უცნაური ხდება, როდესაც მის სიცოცხლის მაჩვენებას უყურებთ. წინა პოსტში კარგად ხედავთ მის სახლს და იქ არაფერი ჩანს ისეთი, რასაც მისი დაზიანება შეეძლო. მაშინ როგორ მოახერხა, რომ მზის ამოსვლის დროში სრულ სიცოცხლესთან თითქმის სიკვდილის პირას მისულიყო. შეიძლება ის ბოლომდე გულწრფელი არ იყო და რაღაც კადრის მიღვა გააკეთა, მაგრამ რა? და არის თუ არა ეს რაღაც მიზეზი იმისა, რომ მას სახლიდან გასვლა არ უნდა. თუმცა ვინაიდან ყველაფერი ბურისითაა მოცული, მყარ-დასკვნამდე ჯერ ვერ მივალთ. ამიტომ მის შემდეგ პოსტზე გადავედი და აქ სიტუაცია უკვე პირდაპირ შემაშფოთებელი გახდა. რესურსებისთვის ჯერჯერობით აქედან დავიწყებ დაბლათხრას. ამ პოსტში ის იწყებს დაბლათხრას მასალებისთვის, მაგრამ კადრის კიდეში ვხედავთ, რომ მან თავისი კარი ბლოკებით ამოაშენა. რატომ არის Noobslayer13 ესეთი პარანოიდი? რა შეეძლო მისი ასე შეშინება? ახლა უკვე სრულად ნათელი გახდა, რომ არსებობს მიზეზი, რის გამოც მას სახლიდან გასვლა არ უნდა. რაღაც აიძულებს მას, რომ თავისი ბაზიდან გასვლა ეშინოდეს. მაგრამ რა? ისეთი შეგრძნება ათითოს ყოველი პოსტი უფრო მეტ კითხვას ბადებს, ვიდრე პასუხს, ასე რომ ვინაიდან წინსვლის გარდა სხვა გზა არ მქონდა, მის მომდევნო პოსტს შევხედე. გასაკვირია, მაგრამ ამ პოსტის შინაარსი შედარებით ნორმალური იყო. ის უბრალოდ ნახშის მოიპოვებს, ეს მანამ სანამ აღწერას წავიკითხავთ. ცოტა ხანია ვთვლი და ახლა უნდა წავიდე, არ ვიცი დავბრუნდები თუ არა. აღწერა მაშინვე უცნაურად მეჩვენა, რატომ უნდა წავიდეს და თუ შევამოწმებთ დროს, როდესაც ეს პოტი დაიდო, ეს ჩვეულებრივი ის დრო იყო, როცა ის თამაშობდა ხოლმე, Minecraft-ს არაფერი განსაკუთრებული. ზუსტად ის დრო, როდესაც ის თამაშობდა ხოლმე, მაგრამ მოდი ეჭვი მის სასარგებლოდ შევიტანოთ. შეიძლება მის ცხოვრებაში რაღაც მოხდა და უბრალოდ დაკავებული იყო, თუმცა ნაწილი, რომელიც მართლა მაბნებს არის, როცა ამბობს, არ ვიცი დავბრუნდები თუ არა. თუ ის უბრალოდ დაკავებული იყო, რატომ ამბობს, რომ არ იცის საერთოდ დაბრუნდება თუ არა. მე ისე გავიგე თითქოს არ იცის საერთოდ თუ დაბრუნდება ოდესმე თამაში, მაგრამ შეიძლება უბრალოდ იმას გულისხმობდა, რომ არ იცოდა მოახერხებდა თუ არა მოგვიანებით იმავე საღამოს შესვლას, რაც ისეთ შემთხვევაში უცნაური არ იქნებოდა, თუმცა ეს თეორია მაშინვე ბათილდება მის მომდევნო პოსტში. მასები ვიპოვე, მაგრამ ბოდიში არ ვიცი ნებას დამთავენ თუ არა თამაში გავაგრძელო. მათ არ უნდათ რომ თამაში გავაგრძელო. არ ვიცი შემიძლია თუ არა თამაშის გაგრძელება. მათ ეს არ უნდათ. ახლა ყველაფერი აშკარა ხდება, ვიღაც ეუბნება, რომ თამაში აღარ შეუძლია. ნათელია, რომ Noobslayer13 საკმაოდ პატარაა, თუნდაც მისი სახელიდან და პოსტებში უამრავი მართლწერის შეცდომებიდან გამომდინარე. ასე რომ იქნებ უბრალოდ იმას გულისხმობს, რომ მშობლები უშლიან თამაშს. აშკარაა, რომ ის დიდ დროს ატარებს ამ თამაში და შესაძლოა მისი მშობლები უბრალოდ ცდილობენ ეკრანთან გატარებული დრო შეუზღუდონ. მაგრამ თუ ეს ასეა, რატომ აყალიბებს ამას ასე უცნაურად? ის თუ როგორ წერს, ეს გვაფიქრებინებს, რომ აქ რაღაც უფრო ღრმა ხდება, რასაც ზედაპირზე ვერ ვხედავთ, თუმცა შესაძლოა უკვე თავად გავხდი პარანოიდი. ასე რომ დამატებითი გადამოწმებისთვის მის შემდეგ პოსტზე გადავედი და აი აქ კი ყველაფერი საძარელი გახდა. შეიძლება ითქვას, რომ საშინელიც კი. ძალიან მწუხვარ, მე ეს აღარ შემიძლია, უბრალოდ არასდროს მინდოდა, რომ ამათგან რაიმე მომხდარიყო. გთხოვთ, ძალიან მწუხვარ.
ჩვენ გვაქვს სოფლიოში არსებული ყველა მტკიცებულება იმისა, რომ იმაზე უფრო შემაშფოთებელი რამ ხდება, ვიდრე თავიდან ვფიქრობდით. მის საკითხომაც კი ჟურნალისტი დამცრა. მოდით ეს პოსტი დეტალურად განვიხილოთ. ის ამბობს, რომ წუხს და ამას ვეღარ გააკეთებს. რაც კარგი, შესაძლოა ის უბრალოდ ზედმეტად დრამატულად უდგება ამას, რომ მშობლები ამას უზღუდავენ, მაგრამ მაშინ რატომ ამბობს არასდროს მინდოდა რომ ამათგან რაიმე მოხდარიყო და ძალიან მწუხარ. წუხდის ბოდიშს ჩვენ თავის აუდიტორიას ყველაფერი სრულად მოცულია გაურკვევლობითა და შიშით და რაც ამ პოსტებს კიდევ უფრო შემაშფოთებელს ხდის არის ის რომ ის აგზელებს თამას ჩვეულებრივად მიუხედავად ამ წარმოუდგენელ საშიში აღწერებისა თითქოს ცდილობს სიმშვიდეს შეინარჩუნოს მაგრამ ვისთვის აი მაშინ გავაცნობიერე რომ ამის შემდეგ მან მხოლოდ ერთი პოსტი დადო გაურკვეველი თავზარდამცემის შეგრძნებით დავაჭირე მასზე ეს პარალიზებადი იყო მის ბოლო პოსტს არანაირი აღწერა არ ქონდა მხოლოდ ერთი ფოტო და თავიდან პოსტი თითქოს არ ჩანდა ძალიან უცნაური. ეს იყო პირველი შემთხვევა პოსტების დაწყებიდან, როდესაც ნუსლეერ 13-მა სახლი დატოვა. მან საბოლოოდ სძლია თავის ილუზიურ პარანოიას, მაგრამ მერე რაღაც მიიპყრო ჩემი ყურადღება. უფრო ახლოს შევხედე მის სახლს და აი მაშინ დავინახე. რაღაც უთვალთვალებდა. ამიტომ დავიწყე მისი ყველა სხვა პოსტის ხელახლა გადამოწმება ნიშნების საძიებლად და კიდევ ერთ თანაბრად თავზარდაცემ აღმოჩენამდე მივედი. ის მთელი ამ დროის განმავლობაში უთვალთვალებდა. ახლა უკვე ვიცით რომ რატო იქცეოდა ასე უცნაურად. ჩვენ მაშინ ეს არ ვიცოდით, მაგრამ ეს არსება მას მთელი გზის განმავლობაში უკან მიჰყვებოდა. მის ყოველ ნაბიჯსა და მოძრაობას აკვირდებოდა. მაგრამ ეს ახლა სხვა საიდუმლომდე მიგვიყვანს. რა დაემართა ნუსლეერ 13-ს? გულისხმობ, მხოლოდ ეს პოსტებიც კი ძალიან შემაშფოთებელს ხდის ამ ისტორიას, მაგრამ ის ფაქტი რომ ეს იყო მისი ბოლო პოსტი Reddit-ზე სანამ უბრალოდ გაუჩინარდებოდა, ანუ სად შეიძლება ის იყოს? რა შეიძლება დამართვა ამ ბოლო პოსტის შემდეგ? ჩვენ გვჭირდება განახლება და მის Reddit-ს პროფილის შემოწმების შემდეგ ვხედავთ, რომ მას შემდეგ ონლაინშიც კი არ ყოფილა. ის თითქოს გაქრა ინტერნეტიდან და საერთოდ არანაირი კვალი არ დაუტოვებია. ეს ძალიან უცნაური იყო. ასე რომ რაიმე ხელჩასაჭიდი საპოვნელად თუ რა დაემართა მას, დავიწყე მისი სახელის ნუსლეერ 13-ის ძებნა სხვა პლატფორმებზე, რათა მენახა გამოჩნდებოდა თუ არა მისი სხვა აკაუნთი და რამდენიმე სოციალური ქსელიც როგორიცაა Twitter, TikTok, Instagram და Google-ის შემოწმების შემდეგ საბოლოოდ ვიპოვე რაღაც YouTube-ზე. აღსახელად ნუსლეერ player 13. თუმცა Reddit-ის აკაუნთი და ამ არხის სახელი ოდნავ განსხვავებულად იწერებოდა. ასე რომ უბრალოდ იმის დასადასტურებლად, რომ ორივე ნამდვილად ერთი და იგივე პირი იყო, შევამოწმე ჰქონდა თუ არა არხს რაიმე საჯარო ვიდეო და საბედნიეროდ მათ არასე მხოლოდ ერთი ვიდეო ჰქონდათ ატვირთული. ხო და შევედი ამ ვიდეოს სანახავად და ის სინამდვილეში საკმაოდ ჩვეულებრივი იყო. ვიდეოში ჩანდა ადამიანი, რომელიც თავისი კომპიუტერიდან თამაშობდა ონლაინ ჭადრაკს. ვიდეო ნამდვილად არ გვეხმარებოდა მის დამტკიცებაში იყო თუ არა Reddit-ის აკაუნთი და ეს არხი ერთი და იმავე ადამიანის მსვლელობაში. მაგრამ შემდეგ უფრო ახლოს შევხედე ვიდეოს და შოკის მომგვრელი აღმოჩენა გავაკეთე. ვიდეოს დასაწყისში ვხედავთ, რომ ადამიანი, რომელიც ვიდეოს იღებს კომპიუტერში, ხურავს ერთ-ერთ ჩანართს, მაგრამ უფრო ახლოს დათვალიერებისას ვხედავთ, რომ ეს რეალურად Minecraft-ი იყო, რომელიც მან დახურა და თუ კიდევ უფრო ახლოს შევხედავთ, რეალურად შეგვიძლია დავინახოთ მოთამაშის ხელი თამაში და ვხედავთ, რომ ეს არის ზუსტად იგივე ხელი, რაც Reddit-ის პოსტშია. რაც ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია საბოლოოდ დავადასტუროთ, რომ ეს არხი ნამდვილად იმავე ადამიანს ეკუთვნის, ვინც Reddit-ზე იმ პოსტებს დებდა. მაგრამ ახლა როცა დავადასტურეთ, რომ ეს მართლაც ნუსლეერ 13-ის YouTube არხია, მერე რა არ იყო ისე, რომ ამ ვიდეოში ყოფილიყო რამე სასარგებლო, რაც დაგვეხმარებოდა იმის გარკვევაში თუ რა დაემართა ნუსლეერს. მისი ბოლო Reddit პოსტის შემდეგ დავგზნობდი, რომ ამ საიდუმლოს ამოხსნაში ჩიხში მოვხდი. ეს მანამ სანამ რაღაც დიდიც წავაწყდებოდი. ამ გესმით ვიდეოს ნახვის შემდეგ ვეძებდი ყველაფერს, რაც პოტენციურად მოგცემდა მინიშნებას თუ რა დაემართა ნუსლეერს. და აი მაშინ გადავწყვიტე ჩავსულიყავი კომენტარების სექციაში და ასე ვთქვათ, აი იქ კი ყველაფერი შემაშფოთებელი გახდა. სულ რაღაც 3 კომენტარი იყო ამ ვიდეოზე. ეს კომენტარების სექციაში ჩავედი, შემოხვდა ძალიან უცნაური კომენტარი. აარონ, ჩვენ შენ გვიყვარხარ. თავიდან ეს შეიძლება უბრალოდ ბოტის კომენტარად მოგეჩვენოთ, რომელიც საერთოდ არ უკავშირდება ვიდეოს. ეს მანამ სანამ ცოტა კიდევ ჩავსკროლე და კიდევ ერთ ვიპოვე. აარონ, მიმის ენატრები. კიდევ ერთი კომენტარი გაკეთებული ზუსტად იმავე მომხმარებლის მიერ. მიერაც იყო წინა კომენტარი დაწერილი. ეს ცოტა უცნაური იყო, მაგრამ ჰეი, იქნება ეს უბრალოდ ოჯახის წევრის მიერ იყო დატოვებული, რომელიც ცდილობდა მხარდაჭერა გამოეხატა. თუმცა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ვიდეოზე დატოვებული ბოლო კომენტარი წავიკითხე, ყველაფერი საშინელი გახდა. აარონ, გვენატრები, მეგობარო, გვიყვარხარ შვილო, მალე დაბრუნდი სახლში, გთხოვ. ყველა კომენტარი გაკეთებული იყო ერთ და იმავე მომხმარებლის მიერ. კარგით, ეს უკვე უცნაური ხდებოდა. ეს ცოტა ზედმეტი ჩანს. უბრალოდ მხარდაჭერა ოჯახის წევრისთვის. მაგრამ რადგან არ
ვიცოდი რა მექნა ამ ინფორმაციისთვის, ეს გონების კუთხეში შევინახე და კიდევ უფრო ღრმად დავიწყე ქეკვა. და აი მაშინ მივედი შოკის მომგვრად დასკვნამდე. თუ არ იცოდით, YouTube-ს აქვს ფუნქცია, სადაც შეგიძლიათ თქვენი არხის ლინკი შეცვალოთ და უნიკალური გახადოთ. და მაშინ რაც შევამოწმე გქონდა თუ არა Noobslayer-ში შეცვლილი ლინკი, აღმოაჩინე რომ მას ნამდვილად აქვს და გასაკვირად ვხედავთ რომ Noobslayer 13 სინამდვილეში სხვა username-ით ფიგურირებს. Mr. Kane 9999 და აი აქ მომიტივდებ და გონებაში თუ გავახსენებთ YouTube ვიდეოს ქვეშ არსებულ უცნაურ კომენტარებს, ერთ და იგივე სახელი მეორდება ისევ და ისევ. Aaron ის ლინკის Mr. Kane 9999-ის მიხედვით შეგვიძლია მივიდეთ დასკვნამდე, რომ მისი გვარი უნდა იყოს Kane და ორივე დეტალის შეერთებით ვიღებთ Aaron Kane-ს. როცა ჩვენ გვაქვს Noobslayer 13-ის ნამდვილი სახელი, ეს ძალიან დაგვეხმარება იმის გარკვევაში თუ რა დაემართა მას სინამდვილეში. დავიწყე Google-ში სახელ Aaron Kane-ის ძებნა და ყველაფერი უცნაური გახდა. ძებნის შემდეგ დავაჭირე პირველ ლინკს, რაც დავინახე და თავიდან დაბნეულმა დავიწყე კითხვა, რომ გამეგო რეალურად რაზე მქონდა დაჭერილი. და აი მაშინ მივედი საზარად დასკვნამდე, რომ ეს სინამდვილეში დაკარგული ადამიანის შესახებ განაცხადი იყო. დიახ, სწორად გესმით, დაკარგული ადამიანის განაცხადი. Aaron Kane, 16 წლის მამაკაცი. ბოლოს ნახეს დაახლოებით ღამის 25 წლის 12 აპრილს. თავზე არ დამცემია, რომ ეს მოხდა მის ბოლო Reddit პოსტიდან ზუსტად 1 საათში. ასე რომ ამით დაგტოვებთ, რაც არ უნდა ყოფილიყო ის არსება მის Minecraft-ის სამყაროში, რომელიც მას ყოველ ნაბიჯზე უკან მიხვდებოდა და მის ყოველ მოძრაობას აკვირდებოდა. მე ნამდვილად არ ვიცი რა იყო, მაგრამ ერთ რამეს გეტყვით. არ მჯერა რომ ეს უბრალოდ დამთხევა იყო. მე მჯერა ვიცი რომ რაც არ უნდა ყოფილიყო ის არსება სწორედ მან წაიყვანა იგი, სწორედ მან აიძულა იგი გამქრალიყო, სწორედ მან გააქრო იგი ისე, რომ ერთი კვალიც კი არ დატოვა. ჩვენ შეიძლება არასდროს ვიცოდეთ რა დაემართა სინამდვილეში Noobslayer 13-ს ან როგორც ახლა ვიცნობთ Aaron Kane-ს, მაგრამ გარანტიას გადავლებთ, როდესაც არჩევანის წინაშე დავდგები, მართლა ვიცოდე სიმართლე თუ არა, მე ყოველჯერზე ნეტარ უცოდინრობას ავირჩევ.